წინასწარ გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ მძიმე კადრებს ნახავთ, ჩვენ შევდივართ სახლში, სადაც ცხოვრობენ მოხუცებულები, ხანდაზმული ადამიანები. ეს არის დედაქალაქის უბანი მეტრომშენი, ნანიაშვილის ნომერი 1 და რატომ მოვედით აქ? ერთ-ერთი მიზეზი არის აი ეს ჩაჭრილი მილი. ნახეთ, ჩაჭრილი მილი, ანუ გაზი აღარ მიეწოდება ამ სახლს, შესაბამისად საჭმელის გამზადება გართულებულია, ცხელი წყალი არ არის და უამრავი პრობლემა შეექმნა ამ სახლს, სადაც ცხოვრობენ ეს ასაკოვანი ადამიანები. ეხლა ჩვენ შევალთ და ვნახოთ იქ რა ხდება. ქალბატონი როზა აქ მუშაობდა და ჩვენ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომელიც არა მარტო ქალბატონმა როზამ, არამედ ძალიან ბევრმა ადამიანმა დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ აქ არის ძალიან მძიმე მდგომარეობა ხანდაზმული ადამიანებისთვის. ჩვენ შევეკითხებით, ვნახავთ კვების ბლოკს, ვნახავთ საწოლებს და ყველაზე აღმაშფოთებელი ის არის, რომ ერთი თვის განმავლობაში აქ არ არის გაზი. როგორ იბანთ? მაიმე ძალიან რთულად არაფერი არ არის, აი ესე ვაცხელებ ხანდახან თბილი წყლით, ხანცივი წყლით. ხანცი ვიწყეთ და აი რა მოცულობა უნდა გაცხელდეს, რომ 15 ადამიანი როგორც ვიცი ცხოვრობს, ხო? და ეხლა რასაც მე უყურებ, დასუფთავება ჭირდება ყველაფერს აბსოლუტურად, არა დასუფთავებული სუფთა არის, მაგრამ ყოველდღიურად დასუფთავება რო ჭირდება, წყალი ხო უნდა იყოს თბილი. ჭურჭელს რით ირეცხავენ, თუ კი არ არის თბილი, საძარეულო სად არის? აი იქ არის. საწვას რაზე უკეთებთ? ელექტროიმს და აქ წყალი აქვს, საჭმელი არ არის. საჭმელს მაკარონს კიდე მაკარონთან ერთად რას უკეთებთ? რომელი საათია? რომელ საათზე ჭამეს დილით საჭმელი? დილით რომელ საათზე ჭამეს და ზოგით 11-ზე გამოდის, ზოგით 11-ს ნახევარზე, ზოგით 12-ის ნახევარზე. ეხლა რომელ საათზე გაქვთ კვება? ეხლა 4-ის ნახევრამდე უკვე კვება გვაქვს. და რა გექნებათ? ბურღულეული და კიდე? ბურღულეულობა, რავი, ცოტა შილაფლავი მაგ დარჩენილი. დარჩენილი რატო? ყოველდღიურად არ კეთდება 11,000 ლარს სახელმწიფო რო გაძლევთ და კიდე. არა, თქვენ არა. მე ეს რა არის? აბა მითხარით. ეს ფარშია. ფარში არის. გუშინ მომიტანა საღამოს. ვადა როდინდელია. არ ვიცი, გუშინ მომიტანა ჩემი საღამოს. უფროსმა მოგიტანა საღამოს. ეს რა არის? ნიორია. ეს პილმენი, ნახევარ ფაბრიკატი. ეს თევზი ხო? კი, ეს თევზი მეპატრონესია. მეპატრონესია. გასაგებია. ეს რა არის? ეს რა არის? ესაც მეპატრონესია ჩირი ჩემია. მე რასაც უფროსი მომიტანდა, მეთქვის იმას ვაკეთებ. მე უფროსი რა ქალბატონო სამზარეულოში თქვენ აკეთებთ საჭმელს და აბა ვის უნდა ვკითხოთ? კი, ეს რა არის? არ ვიცი ეგ ნანასი მეპატრონესია. ანუ რაც გამომაქვს საჭმელი. ორად არის მასივარი გაყოფილი. მეპატრონეს აქ ცხოვრობს, ეგ არ არის ჩემი. ეს არის შილაფლავი? დიახ. სუხელი გავაკეთე. სუფთა კონტეინერში მაგ ჩასული გახეხილი. და ასეთი თხელი შილაფლავი? იცით რა არის სქელმასაც ვერ ჭამენ. კი ბატონო. ჭურჭელს როგორ ეცხავთ? აი, ჭურჭელს როგორ ეცხავ? და კანონირო არსებობს ცხელი წყალით აუცილებელია ჭურჭელი რა დაი. და რა ვქნა ეხლა რო არ არის აბა ჩემი სამსახურია და როგორ წავიდე წყლის გულისთვის. ბანდნენ რას ნიშნავს? ეხლა არ გვეხმარებოდნენ. ეხლა როგორ ცხელი წყალი და რა ვქნა. და ერთი თვე არის გათიშულია წყალი და ერთი თვეა ესე იგი ვერ იბანთ? ვერ ვიბანთ ხო. არ არის წყალი და აბახაცი. თქვენ მეხუმრებით, სველი სალფეტკებით გინდათ მითხრათ, რომ 15 ადამიანს ასუფთავებთ და გაზის ფული არ არის გადახდილი და ხელსახოცებში იხდით ფულს და საკმარის რაოდენობით და ასუფთავებთ ადამიანებს და რას ნიშნავს სველი სალფეტკით დასუფთავება, რომელი საუკუნეა ადამიანებო, რაზეა ლაპარაკი? მაინტერესებს ოთახებში შევიდე. სასკუჩილის. Чихოლი ამ ადამიანს არ ეკუთვნის? Вот, спросите, она тоже это журналистка. Чихოლი ამ ადამიანს არ ეკუთვნის?
მაპატიეთ. ადამიანები არა ხართ, ეს როგორ შეიძლება? ასე როგორ შეიძლება ამის მოქცევა გაგიჟდი? ეს ხალხი არა, რას აკეთებთ? მითხარი სახელმწიფო რაში გიხდით ფულს? ასე თეთრეულში შეიძლება წოლა? ასე თეთრეულში შეიძლება წოლა? ეს ადამიანი არ არის? ნახეთ. შეხედეთ. აი აქ შეხედეთ. ეს რა არის? ჩვენ როდესღაც ამასაკის ვიქნებით და ჩვენც დაგჭირდება ჩვენი შვილებიდან და სახელმწიფოდან დახმარება. ეს რა არის? ამას რას უყურებ? საპირფარეშო შეხედეთ. შეხედეთ, დამტრეული ყველაფერი, გაუბედრული. აქ როგორ უნდა დაიბანოს? ცივი წყალია, წყალი არ არის, ეს ერთ-ერთი საპირფარეშოა. არის გაწუწული. აი ეს არის ხელით გაწუწული, გარეცხილი სარეცხი, აი. ნახეთ რომ საუკუნეში ვცხოვრობთ. შეხედეთ აი პროდუქტები როგორ არის, შეხედეთ აი საჭმელი როგორ არის ზევით. შეხედეთ ეს არის ხანდაზმულთა თავშესაფარი, სადაც 15 ადამიანი ცხოვრობს. თქვენ უკვე ნახეთ კადრები, საკმაოდ მძიმე კადრებია, მეცაც გეტყვით რომ მადონას ჰქონდა სრული ისტერიკა, იმიტომ რომ ვერ გაუძლო უბრალოდ ემოციური ადამიანია და ის რაც ნახა არის ნამდვილად ძალიან მძიმე სანახავი. ჩვენ გამოვკითხეთ საკმაოდ ბევრი მობინადრე, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ კი არ უნდათ ეშინიათ კამერების წინ გამოჩენა, იმიტომ რომ ეშინიათ, რომ მე მათი ცხოვრება კიდევ უფრო გაუსაძლისი იქნება ამ სახლში. შესაბამისად, სწორად უნდა გაგვიგოთ, რომ ყველას ინტერვიუს უბრალოდ ვერ ჩავწერთ და ვერ გაჩვენებთ. თუმცა სურათი შეიქმნა და თქვენ გაქვთ უკვე წარმოდგენა თუ რა ხდება შპს მოხუცებულთა ბაღში, სადაც რომელსაც ხელმძღვანელობს ინგა ბანცაძე. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ არა მხოლოდ სახელმწიფო ორგანოები, არამედ თვითონ ხალხიც აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას და გამოხმაურება მოყვება ამ რეპორტაჟს. და რა თქმა უნდა ეს სიტუაცია ესე არ დარჩება და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ ამ მოხუცების ცხოვრება გაუმჯობესდება და ცხელ წყალზე აღარ იოცნებებენ. იმიტომ რომ ცხელი წყალი ეს არის ჩვეულებრივი აი ყოველდღიური აუცილებლობა, რაც უნდა გქონდეს აუცილებლად. ცხელი წყალი, სუფთა ლოგინი, ჩვეულებრივი ნორმალური საჭმელი ხო არ ითხოვენ ისინი რაღაც დელიკატესებს და არც ხიზილალას და არც წითელთევს, ხო? უბრალოდ ცარიელ მაკარონს ნუაჭმევთ. ქათმის ხორცი მაინც გაურიეთ ხანდახან იმ მაკარონში. აი ელემენტარული ხო შეიძლება რომ გაუმზადოთ ამ ადამიანებს და ოდნავ მათი უკვე ესეთი ასაკი, ხო, შეუმსუბუქოთ. ბევრი ავადარი, ბევრი ვერ დგება საწოლიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ არ უნდათ მყუდრო, თბილ გარემოში ცხოვრება. რა სიხშირით გილაგებენ ოთახს? სველი წესი. ხან ჩვენ თვითონ ვალაგებთ, ხვეტავთ ხანდახან, ხან გვილაგებენ. ხანდახან ჩვენ თვითონ ვალაგებთ, როცა ცოცხლის გვაქვს ყველაფერი რომ დავალაგოთ. წყალს რატო იმარაგებთ? წყალი რატო გაქვთ? არ მოდის. არ მოდის ხო ვერ წყალი? ვერ გადის. კი. ცხელი წყალი რო არ არის დისკომფორტი გაქვთ ხო? ყვება როგორი გაქვთ? ყვება კარგი მან, აი აბანური არის. ერთი თვის განმავლობაში არ დაგიბანიათ ხო? აბა. გაჩარდისუნია ძალიან, ძაფრი. დასალაგებელია, ესეც ოთახია, ერთ-ერთი მომხმარებლის ოთახია. აი ნახეთ რა მდგომარეობაშია, შეხედეთ. აი ეს რამდენი ხანი არ დალაგებულა და არ გადაწმენდილა. აი ნახეთ. შეიძლება ადამიანები ასეთ ყოფაში ყავდეს. აი როცა მასზე პასუხისმგებლობა გაქვს აღებული, სარეცხი გასარეცხი უამრავი და პრინციპში ვერც გარეცხავენ და თეთრეული მოდით გაჩვენოთ. აი ნახეთ თეთრეული. ეს ალბათ ცივად, იმიტომ რომ გათბობა არ არის. ნახეთ, აი გათბობა არ არის და აი შეხედეთ რა დღეში არიან 1, 2, 3, 4, 5 და მაინც ვერ თვებიან. აი აქ არის თვითონ და გარეცხილი სარეცხი, ნახეთ. აი ქვევით შეხედეთ რა მდგომარეობაში ამყაყებული წყალი, ნახეთ.
აი, ნახეთ რა მდგომარეობაში არის, შეხედეთ, ეს გასარიცხი, სარიცხი, ეს ბინძური ჭურჭელი, სრული ანტისანიტარია და სრული სიბინძურია. აი, ჩალბობილი სარეცხი. და ნახეთ, აი ეს არის სადაც ადამიანები ცხოვრობენ, ესეც სიბინძურეში, რა თქმა უნდა, ოთახებს კარგად ხედავთ, რომ დაულაგებელია და დასუფთავება ჭირდება. საბატონო ინგა, არ დაგიმალავთ და რომ მოვედი, პირველი ოთახი, როდესაც ვნახე, ვერ შევიკავე, ცრემლები და ეხლაც მაკანკალებს. აი მითხარით, ერთი თვის განმავლობაში თქვენ რო ადამიანმა არ დაგბანოთ და არ დაიბანოთ, რა დღეში იქნებით? ერთ თვეში კი არა, დღეში ორჯერ ვიბან და ის არ მყოფნის. თეთრეული რა მდგომარეობაშია, ოთახები რა მდგომარეობაშია, საპირფარეშოებში შარდი ყველგან არის აბსოლუტურად. სუნია ძალიან მძაფრი და შარდი არ არის, აი ეხლა ამ წუთის არის დასასუფთავებელი. ეტყობა კადრი არ ყოფნისთ. რატო არის საწოლები მოუწესრიგებელი, ბინძური, სისხლიანი, 5-5 ადიელა და საბნები ახურიათ თითოს, დავთვალე სპეციალურად, იმიტომ აი გულწრფელად მითხარით, თქვენ მშობელს ასეთ ყოფაში ამყოფებდით? გულწრფელად მითხარით? მე ყველაფერს ვაკეთებ, რომ ესენი კარგად იყვნენ. ხო, მაგრამ მე რაც ვნახე, არა, აქ არის გამოცვლილი თეთრეული, უცვლიან და ურეცხავენ მომლელები. 3 საათზე გიწევთ კვება. საკმაოდ ისეთი კარგად შედგენილი მენიუებია, რასაც გადავხედებ. მაგრამ ამ წუთში არის გუშინდელი სუპი, წვნიანი, რომელიც მაქსიმუმ ეყოს 2 ადამიანს. თუ გინდა წავიდეთ და ვნახოთ. გამზადებულია ბურღული, მოსახარშად, წყალი დუხს და გუშინდელი შილაფლავი არის, რომელიც არის წყალწყალა, ფაქტიურად, არ ვიცი ხა, მე ვერ დავიჩემებ, მაგრამ მზარეულმა მითხრა, რომ ასე ურჩევნიათო, თუმცა ესეთი წყალწყალა რატო უნდა ურჩევნოდეთ, მაინც ვერ ხვდები. თევზი, რომელიც იდგდო მაცივარში, 3 ცალი თევზი, გინდათ 15 ადამიანზე გადაანაწილოთ? 3 ცალი არ არის, ქალბატონო. 3 კილო იქნება. 3 კილო, აი ხა მოვიტანეთ? კი, მოვიტანე, ეხლა მოვიტანე. რა არის ამაში ცუდი? არა, არაფერი არ არის ცუდი, მაგრამ 3 საათზე ყვება რო გიწევთ და 3-ის ნახევარია, როგორ უნდა მოასწროთ? კი, მოასწრებს, გააკეთებს და მოასწრებს. არ დამეზარება 3 საათამდე აქავარ და 3 საათამდე დავესწრები ყვებას. თანხას რამდენს გაძლევთ სახელმწიფო თითო ხანდაზმულზე? ეგ არის არ არის საჯარო ინფორმაცია და ასე გასავრცელებელი. რატო სახელმწიფო გიხდით თანხას? თქვენ მარტო კი არა, ყველგან აბსოლუტურად ერთი ტარიფია. ანუ თქვენ 11250 ლარი ყოველთვიურად გერიცხებათ მარტო სახელმწიფოდან. მე გეტყვით, თქვენთვის თუ კონფიდენციალურია არ არის საზოგადოებისთვის ეს. გააჩნიათ, მე ახლა ზოგიერთ მოხუცემ აქ 8 დღიანი გაგზავნილი, ზოგიერთზე 20 გააჩნია როდის არის კიდე მაქვს ერთი შეკითხვა, სოციალური დახმარება პენსიის სახით რაც ეძლებათ, იმას რა ბედი ეწევა? თვითონ აქ მოხუცებს თვითონ იყენებენ. თვითონ იყენებენ. მე რომ მაქვს ინფორმაცია, რომ თქვენ იყენებთ? მე არ ვიყენებ, თვითონ ბენეფიციარს აძლევენ და ისყიდულობს რაც სჭირდება. შუშანიძეს აქვს და ისყიდულობს და იმას მოაქვს რაც სჭირდებათ. ბარათი, თქვენა გაქვთ ვის აქვს? მე არა. ვის აქვს? ინგას. ინგას, რატო აქვს ინგას? თქვენ იყენებთ რამეს იქედან? არაფერს? მე არ ვარ ნოემბრიდან არაფერი არ ამიღია. თქვენ არ აგიღიათ არაფერი ნოემბრიდან, კი ბატონო. გავაგრძელოთ. შეიძლება კითხოთ? საპენსიო ბარათი გააქვთ? თქვენ თუ მიეცით ქალბატონ ინგას? ქალბატონ ინგას მიეცით. არ ვიცი. ვერ მოგატყუებს. თქვენ არა გაქვთ, არ ხმარობთ? მე არ ხმარობ მაგათ. რა გჭირდებათ? ჩულკი გჭირდებათ? ჩულკით ჭირდება კალგოთ კაც. და თქვენი იმით ვერ თქვენი ბარათი არ გაქვთ? არა გაქვთ და ვერ ყიდულობთ, ვერ იყენებთ. არ გაძლევენ მაგის საშუალებას. არა შარმულცი არა. რატო არ არის ჯერ სადილი? ნახეთ უკვე 4 დაიწყო და ჯერ სადილი არ არის და რატო არ აქვს სადილი? ეს ალკოჰოლს ვინ სვამს? ბოთლია?
მე მესმის აქ ბევრი უკმაყოფილო გყავთ. არა მხოლოდ ერთი წამით, არა მხოლოდ მობინადრეები, თუნდაც თანამშრომლები, რომლებსაც ხელფასი არ გადაუხადეთ, თუნდაც სახლის მეპატრონე, რომელსაც იჯარის თანხას ყველას ვუხდი ხელფასს. აი არის აქ ქალბატონი აი არ გადაუხადეთ. მიეცი? ვიყავი militsიაში მიჩივლა ეს ქალბატონი პოლიციაში. ქარენაშვილს მოყვანილი და ის უხდიდა და რადგან კომაში იყო, მერე დაიწყო რომ მე მთხოვდა იმპულს. უკაცრავად ადამიანი მუშაობდა ხელფასი ეკუთვნოდა. კი, ბატონო, რატო არ გაისურვეთ? თვითონ და ის უხდიდა ხელფასს. ანუ თქვენ არ ხართ ვალდებულიო ხელფასი მიგეცათ მისთვის. მე თქვენ არა. ყველაფერზე არ მუშაობდა ქალბატონი. როგორი სიტუაცია იყო ახლა? ბატონ დავითმა მოიყვანა ეს ქალბატონი, რომ აქა კადრი სჭირდებოდა ქალბატონ ინგას. მე ყველაფერს არა, მესმის თქვენი პოზიცია. არა, ხოდო არა ვარ მე? მე ქირა. ბებერი ქალი არა, მე პატრონე ამბობს რომ არ გაქვთ გადახდილი. მე პატრონე სახლის. არა, მე პატრონე, ვისთანაც მქონდა ხელშეკრულება, ის ადამიანი იმყოფება კომაში და მე გადახდილი მაქვს. მისი შვილია, აქ აი შვილი ამბობს რომ არ გაქვთ გადახდილი და შვილი აქ არ ცხოვრობს, შვილთან არ მქონია მე არანაირი კონტრაქტი. მე მქონდა ხელშეკრულება დადებული დავით ქარენაშვილთან. ვინც ეს შენობა ააშენა, გააკეთა და არის მე პატრონე. და ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო თვეში 1000 ლარი გადასახდელი და ჩემიდან წაღებული აქვს 29000 ლარი. და მე სადაც არა, ნახეთ ქალბატონო ინგა, გაზი გაქვს ერთი წამით, ფაქტებით თქვენთან არ მაქვს ხელშეკრულება და თუ გავაგრძელებ, მამას ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა გადავიხდი. არა, ქალბატონო ინგა, უცებ ფაქტებით რო ვისაუბროთ, ხო? ანუ გაზის ვალი გაქვთ და ჩაჭრილია გაზი, იმიტომ რომ გაზი არ გაქვთ გადახდილი. ერთი. მე პატრონეს შვილი არის აქ და ამბობს რომ თქვენ ფულს არ იხდით. ორი. ყოფილი თანამშრომელი, რომელიც მუშაობდა და ხელფასი არ მიეცით, აქ არის. ყველა ფაქტის სახეზე. ვიზ აქ არის კიდე ერთი საინტერესო ფაქტი. ბატონი დავითი არ არის ერთი მფლობელი ამ ობიექტის, მას ყავს რძალი, რომელიც არის შვილის ცოლი, რომელსაც ნახევარი ეკუთვნის. გამოჩნდა თუ არ გამოჩნდა რეესტრის ამონაწერი არ ნახეთ? საგადასახადოს არასწორებს. აქ არის კიდე ერთი რესპონდენტი, ეს არის ბატონი დავითის მეუღლე, ქალბატონი ნანა, რომელსაც კიდე აქვს გარკვეული სალაპარაკო. ინგა ბანცაძე, დადექი და მომისმინე, რასაც ვიტყვი. დეკემბრის ბოლოს მე და ქალბატონმა, ჩემ მეუღლესთან, უпростоრად ჩემმა მეუღლემ, ამ ქალბატონმა ინგამ მოილაპარაკეს და გადაწყვიტეს, რომ გაეკეთებიათ ეს შეპესე. შეპესეს დასახელება მოხუცებულთა ბაღი. დარღვევებზე და რაღაცებზე არ ვილაპარაკებ, თქვენი თვალით ნახეთ რაც ხდებოდა. და ის ქალბატონი რომ მოვიდა და დაიწყო დალაგება, 2 დღე არის რაც ტუალეტი თეთრი ფერი გამოჩნდა, იყო ყვითელი, მადლობა ამისთვის. და მანამდე ფერს ვერ ვხედავდი. ლია ზარეულია და აკეთებდა თავის საქმეს. თავის საქმეს აკეთებდა. გაგძელეთ რა გინდათ თქმა. დიახ, რისი თქმა მინდა. ერთი კაპიკი არ არის გადახდილი დღემდე ესა ქირა. ტყუილია, ჩემი ქმრის ავადმყოფობით სარგებლობს და ამბობს ტყუილს კომაში იმყოფება და ტყუილს ამბობს ეს ქალბატონი რომ მას მისცა თანხა. დავამებოთ ამას თავი ვთქვათ პირობები. ცივი წყალი ერთი თვე, დაუბანელი ადამიანები. ჯოხით გარეცხილი, გარეთ სარეცხი და მერე ჯოხითვე გადაფენილი ასე. ამას მე უყურებ, კი ბატონო, უთხარით ძველი არის. ძველი დგას გარეთ სარეცხი მანქანა დაამონტაჟე და გამოიყენეს. სანამ ცოტა იყვნენ, საკუთარ მანქანაშიდაც ვრეცხავდი ხოლმე, მე იმას დეზინფექციას ვუკეთებდი. მანქანა არა? არ არის. ეს არის თევზი გაყინული და ამ თევზს ამზადებთ ახლა, ხო? ეხლა მოგიტანეს? ანუ ჩვენ რო არ მოსულიყავით, თევზი არ მოქონდა, იმიტომ რომ სადილი, არა, როგორ მოქონდა, სადილის დრო გავიდა უკვე. სადილის დრო გავიდა. აი ესეთი ასაწონი მაკარონია, ნახეთ, ყველაზე იაფიანი, შავი ფერის, ეს არის რუხი ფქვილის მაკარონი. ყველაზე იაფიანი პროდუქტი. მეკორეთ, მე მივხვდი უკვე რომ აქ სორსადზე ძალიან დიდ ეკონომიას აკეთებენ. სამაგიეროდ პური არის, კი ბატონო, პური არის, ბევრი.
ნუ პურით მაინც გაძღება ადამიანი, თუ სხვა საჭმელს ვერ შეჭამს. თებერვლის 24 რიცხვში უნდა მიეცა როზასთვის ეს უთვნელი ხელფასი. მოვიყვანე მე, ეხლა საწვავი რაღაც ქალბატონო მოგეხსენებათ. ფონიჭალიდან ჩამოდი აქ, აქედან ისევ წადი იქ. 5 ჯერა ვარ ჩამოსული. რო გვპირდება დღეს მოდი, ხვალ მოდი, დღეს მოდი, ხვალ მოდი. ამუშავა 2 თვე და 12 დღე. ზუსტად მე კარგად ვიცი. და დათვლილი გაქვთ ესა. იცით რა მაინტერესებს? რაიმე ხელშეკრულება იდებოდა თუ უბრალოდ არანაირი ხელშეკრულება ქალბატონო, ეს თქვენ ახალი ჩუსტები. არიტიროთ, ხო, გეხოწებთ რომ მეც ავტირდები, ძალიან გხოთ არიტიროთ. ამათი პენსია და არიტიროთ. და აი ამის სრემლების მერე რა უნდა მელაპარაკოთ, ჩუსტი არ აღირსეთ. ჩუსტი არ აღირსეთ, ქალს და საპენსიო დამიბრუნეთ ეხლავე საპენსიო ქალბატონისა მივცე. ეხლავე დამიბრუნეთ მივცე. სად არის ეთერი? სად არის ეთერი? დამალული კი არა, კარებს ჩამოვიღებ, სად არის ეთერი? სად არის ეთერი, მაჩვენეთ. ბარათი დამიბრუნეთ ეხლავეს, ბარათი მიეცით პატრონს, ეხლა პატრონს გამოვიძახებ. მინდა საპენსიო ბარათი ქალბატონის რომელიც ქვევით არის. და ქალბატონი ინგა ამბობს რომ თქვენა გაქვთ ყველა ბარათები. მე ჩემი ბარათი მაქვს და სხვისი ბარათის უფლება არ მაქვს მე. მე ვუმიღებთ, არ მინდა მე. არა, არ გიღებთ არავინ, არ იმასე ხართ, ხაისმის მარტო. მე არც მაქვს მაგის უფლება რომ ავიღო, მე როგორ შემიძლია ავიღო. მე ჩემი ბარათი მაქვს. გასაგებია, გავიგე. ჩემი ბარათი გაჩვენებთ. არა, ქალბატონო, როგორ გეკადრებათ? ქალბატონო, მე თქვენი ბარათი ამჭირდება. ეხლავე გამოიტანეთ ყველა ბარათი, ეთერის ბარათები არა აქვს. არა აქ ეთერის, თქვენა გაქვთ ბარათები. და ნუ მეთამაშებით, ბარათები დააბრუნეთ. ნახეთ. იმიტომ რომ მითხრა რომ მე არც ამაქვს მაგის კანონიერი უფლება და ამიტომ არავის ბარათი მე არ გამაჩნიაო. მე თქვენთან ერთად მოვდივარ და მაინტერესებს. არ დაუბრუნებია, ბარათები არ არის, ბარათები არის თქვენთან. იმიტომ რომ ესენი არიან ადამიანები, რომელებიც მოძრაობენ და თავის დაცვა შეუძლიათ. იმათ არ შეუძლიათ. ამიტომ ბარათი ვისაც არ აქვს, ამ წუთში ამოიღეთ და დაუბრუნეთ. ყველა შეომოწმეთ. არა აქვს, როგორ აქვს თვითონ ქალი ტირის და ბარათს გეხორწებათ. რომელსაც ჩუსტები მიუტანეთ. ჩუსტებს ხო გეხორწებათ მიყიდა? და მე თუ ახალი ჩუსტი მინდა და ჩემი პენსიით თქვენ უნდა შეგეკითხოთ და თქვენ უნდა გადამიწყვიტოთ ის ვარგისიანია თუ არა? ქალბატონო, ახალი ჩუსტებია, ახალი ჩუსტები. მე მოვუტანე ჩუსტები. როგორ თვითონ ამბობს არაო? ეს არის ახალი ჩუსტი, რომელიც თქვენ უყიდეთ 400 ლარად? ჩემი გამონაცვალი გადავყარე და მე აიღო ქალბატონმა და ჩაი. ამ წუთში თქვა რომ ჩუსტი მე უყიდე, მოუტანე და რა თუნდაო? გამონაცვალი, თქვენი გამონაცვალი ძველი ჩუსტია? კი ბატონო. ჩვენ მოვედით რომ ვნახოთ რა სადილი გამოვიდა. აბა რა არის? ეს რა არის? თევზფაშა. აჰა, ეს იქნება მოხარშული თევზი. მიკეთდება ძალიან ის არის, სუსტია. სუსტია ელექტრო, ხო, რა თქმა უნდა. იმაზე პატარა გასხურაზე რო გაგეკეთებინათ არა? იცით რა არის, შუქი მალმალე ქრება. ხო. ხო და ვფიქრობ ხოლმე რომ იმაზე ჩაირო მაინც აუდუღო, ხშირად ქრება დიდი ხანი. კი რატო? არა, საერთოდ უბანში ქრება ხოლმე. ანუ შუქი მიდის ხშირად. კი, მაგრამ შუქი თუ მიდის სადილს როგორ აკეთებ? არა, სადილი გამზადებული მაქვს, მე ღამე ვაკეთებ ის სადილს უმაკრიფასე. ეხლა აკეთებ, ღამე არ არის, ხო, ეხლა აკეთებ. ახლა მომიტანა გენაცვალე და მე სახლა მოგიტანა. გასაგებია, ნუ როცა ზარეული მე ხო. გასაგებია, როცა არა გაქვთ, ვერ აკეთებ. ეს პროდუქტი არ იყო შესაბამისად სადილი, ამიტომ გვიანდება, რომ აი ეხლა მოუტანეს თევზი და ეხლა ამზადებს ქალბატონი და ეჭვი მაქვს, რომ ჩვენ რო ვართ მოსულები, იმიტომაც მოიტანეს თევზი, თორე იქნებოდნენ იმ მაკარონის ამარა, ეს ერთი, მეორე შუქი ხშირად ქრება და შესაბამისად აი ეს ერთი ღუმელი გასაგებია და არ არის. გაზი არ არის და შესაბამისად, როდესაც შუქი და გაზი არ არის, ზიან მშივრები. ამან ცხიმი რო ჩააგდო ცოტა ზედმეტად რო ხალხს ეჭამნა, მაგის გულობაზე გააგდო ესა, თორე ეს თავისით კი არ გაქცეულა აკეთდა. შენ რა უფლება გაქვს? მე ამხელა ცხიმს აგდებ და ამათ აჭმევ, მე რა გავაკეთო? აი რატო გააგდო? პიცა ვარ. ეს მოიტანა 200 გრამიანი, ესა გუშონი მალაკო 4 ჯერ გააკეთე. აბა ეს რძი ეს რო არის გუშონი
200 გრამზე რამდენი ჩადის 4 ჯერს დაჭი წყალი მარტო უნდა აურიო და მე არ გავაკეთებ მე ვთხარი შილაფლავი წყალი იყო ისედაც თითებზე გადამესხა გული მკივოდა აი ერთი შვილი მხარს ხომე დავიფიცა აი ღმერთსა მოდით ეს გავაკეთო ისე მე ტიროდი ამ ხალხისთვის სულ ტიროდი როგორ უვლიდი აი უთხარი თითო ადამიანს როგორ მე ამათ უვლიდი ეს უნამუსო საიდან მოათვილებდა როზაჯან შენი ჯირი მოვიდნენ მე დირექტორი ვარ და მიდის არ ამობს რომ არის საჭმელი არ არის აი ეს пожалуйста საჭმელები სულ ამის საჭმელები ჩამოს 15 ლარის თხოვა აგერ ჩემი ბარათი ხო შენ წამართვიო კაი წამართვიო 15 ლარი დამირიცხე გადარიცხე სასაფლაოზე რომ შვილის საფლავს მოუარო და ტიროდა ხალი ტიროდა ეს არის ეს ქალბატონი გახლავთ 4 თებერვლიდან მამა ჩემი წევს რეანიმაციაში ხელშეკრულება არის ოფიციალურად 25 არა უმეტეს 25 რიცხვამდე უნდა გადაეხადა ქირა კაპიკის მომცემი არ არის არც ჩარიცხვა არაფერი აბსოლუტურად პლუს 6346 ლარი არის გაზის დავალიანება პლუს დღეს ხვალ მოვა დენის დავალიანება რომელიც ეხლა თქვენ მათ საშინელება ნახეთ უხნაში და ასე მიპასუხა ვერაფერსაც ვერ მიიღებთ თვის ბოლოს მე მივდივარ რომელი თვის ბოლოს მიდის ოღონდ ეგ არ ვიცი გვაქვს სასამართლოში შეტანილი მე პირადად საქმე არის იურისტი ჩართული საბოლოო მომენტი თქვენც იცით რა მოხდება ასეთი სიტუაცია საშინელება უბედურება დანარჩენი თქვენ თვითონაც ნახეთ ადამიანი რომელიც რეანიმაციაში წევს და მეორე მეპატრონეს ქირას არ უხდი იმის რომ რეანიმაციაში კაცი წევს შენ რა უნდა გელაპარაკო ჩემთვის ქირა არ არის პრიორიტეტი ხო ეს ქალბატონი აქ რომ არ ყოფილიყო იქით სახში ცხოვრობს ცალკე სახში ეს რო არ ყოფილიყო აქ კიდევ რაც ხდება ეს არ იქნებოდა კიდევ ამათი დამსახურება ნანასი როზასი და ეს ახალი ქალბატონი 2 დღეა მოვიდა რომელმაც ცოტა ასია თუ ისია რაღაცა შეაფერა აქავრობას თორე 2 დღის უკან აქ უარესი სუნი უარესი ჭუჭყი უარესი ყველაფერი უარესი იყო აბსოლუტურად ქალბატონო ნანა თქვენთან მე ვეკრება კომუნიკაცია და ველოდები იმას რომ ბარას დაუბრუნებენ ქალბატონს მოძებნით ეხლა მომიტან მოძებნეთ და მოიტანეთ კაცო რა გახდა ამისთანა სად გაქვთ ეს ბარათები წაღებული მოძებნით მოვიტან მოძებნ სადაა პოლიციაში არ მოიძებნა ველოდებით 5 წუთს მოიტანთ ბარათს არ მოიტანთ გამოიძახეთ პატიმს ველოდებით თუ არა და დავრეკავთ ჩვენ გვაქვს არის გამოცდილება როდესაც სამართალს ვერ ვპოულობთ ობიექტზე ვრეკავთ პოლიციის პატრულში ვიძახებთ და უკვე კანონის სიტყვით ვესაუბრებით იმ ობიექტს სადაც კანონებს არიცავენ და პატივს არცემენ ნანასია მარიამ ოთარაშვილის ბარათიც რო არ არის შვილი იყო მოსული და წაიღო იმან კაი მოდი დაურეკოთ ტელეფონები ხო გაქვთ დაურეკოთ და ვკითხოთ მეზღაპრეა რა ანუ ვიღაც ნათესავმა მოვიდა ნათესავი წაიღო ბარათი და წავიდა მოსკოვში რომ იქ საქართველოს საპენსიო ბარათი გამოეყენებია ეთყობა ნუ რაღაცა ისეთი მაინც მოიფიქრეთ რინგა რომ გელოდებით კარგი მაშინ მიდით გელოდებით 15 ადამიანს ამას იმაშვებით 15 ადამიანი ვისაა გამოცვლილი გადაკრულიც არა გაქვთ ქალბატონო ინგა რას გადააკრავენ ამას გადააკრავენ ეს ბალიშის პირია ეს რა არის პროსტინა ეს ზეწარი ჩიხოლი და ზეწარი ორი ჩიხოლი 15 კაც როგორ ამყოფინებთ მითხარით მეტი არა გაქვთ განსაეცხები მაქვს და გარეცხილი და ხსელებია. სად არის გარეცხილი? დარეცხილი კი ბინძურია, რაც გარეწყიდია ყველაფერი. წადი შენი საქმე გააკეთე. გასაგებია. რამდენი თანამშრომელი ყავთ? 4 მყავს ახლა. ბევრად მეტი სახელდება, მაგრამ კარგი 4 ყავთ და როდის არის? როდინდელი და სმენაში მუშაობენ ესენი. ხო, მაგრამ აი მითხარით, ეხლა 4 ადამიანის მეტი არ მუშაობს აქ? 4-ის მეტი არ მუშაობს. 4 თანამშრომელი. რეალურად რამდენი თანამშრომელი ყავთ? რეალურად 4 მყავს. კარგით, მაგას გავარკვევთ. ზევით რომ მამაკაცი იყო, იმისგან 500 ლარი რო გაქვთ, გახარჯული როდის უბრუნებთ? არაფერი არა მაქვს ახარჯული.
ეს ადამიანები ყველა იტყუება? სად არის ბარათები ბენეფიციალების და კუთვნილ თავისი ნაშრომი, პენსია, რომელიც დაუნიშნა სახელმწიფომ. სად არის? მე მოგეცით შანსი. იმისი რომ თქვენ მოგეცით იმის შანსი, თქვენ თვითონ თქვით რომ სახში შეიძლება იყოსო, წავალ და ვნახავ. საბუთებში არ იქნება მეტყვი. მაშინ რატო წახვედით? არა, თქვენ მითხარით. არა, თქვენ თქვით რომ შეიძლება იყოს საბუთებში საპენსიო, იმიტომ რომ თქვენ ადამიანები გამოყავთ ისე რომ ის ყველა იტყუება. ადამიანები არ იტყუებიან. ხვისი პენსიის მითვისება, ეს არის თაღლითობა, ეს არის დანაშაული. სადიცოც დავესწარით. როგორი იყო? გემრიელი იყო თევზი? კარგი იყო? თევზი ხშირად არის ზოგადად? კი, არის ხო? ხო. კარგია. ხო, მაგრამ თევზთან გარნირი ხო უნდა იყოს რაღაცა. რატო არ გაუმზადეთ რამე გარნირი? ანუ უბრალოდ არაფერი არ იყოს საიმისო, ხო? ნუ დილით გასაგებია, მაგრამ სადილი სადელია. 12-მდე, აი 11 იყო რო ხო. იმიტომ რომ თევზი რა თქმა უნდა კარგია, სასარგებლო პროდუქტია, მაგრამ აი რაღაცა რო იყოს კიდე. რაიმე ეს რატოა ცარიელი, არაფერი არ არის, ტყემალი. რამე მისაყოლებელი არ არის, არაფერი. ეს იყო ყველას მამაკაცებისად არიან. თქვენ აუტანეთ? აი რა კეთდება არ ვიცი, დღეს ვხედავ რომ მარტო თევზი იყო, მოხარშული მეტი არაფერი არ იყო და ტყემალიც კი არ იყო, აგერ ცარიელი ბოთლი, რა ვიცი, მე ძალიან მეცოტავება, შეიძლება ეხლა მე არ ვცხოვრო ფუფუნებაში, ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე ვარ საქართველოსი, ძალიან საშუალო ხელფასით, მაგრამ ნუ სადილზე რაღაცა ცოტა მეტი საჭმელი კი მაქვს, მაგრამ რა ვიცი, აბა რა გითხრათ, თქვენ თვითონ ხედავთ ყველაფერს. ამ ადამიანებს იმდენად დაშინებული ყავთ, თქვენ ეშინიათ. კი, თქვენ ყავთ დაშინებული. თქვენ რო წახვედი ამ ბატონებმა ილაპარაკეს ჩემთან, თქვენ ყავთ დაშინებული. თქვენ არაადამიანურად ექცევით, რაც მე დავინახე. ყავთ სიბინძურეში. ეს ადამიანები არიან, საქართველოს მოქალაქეები არიან და ჩვენი წარსულები არიან. იცით რატო? იმიტომ რომ მე რო დღეს ვცხოვრობ ამ საქართველოში, ამათი დამსახურება, ამათი შრომის შედეგია და ესენი ღირსები არიან, რომ ნორმალურად მოეპყრან. აქ მე პატრონეები ვინც არიან, ყველას ექნება აბსოლუტურად ჩემი ტელეფონის ნომერი, დღე და ღამე მზათა ვარ აქ ვიყო. ნებისმიერ დროს მყავს მანქანა. დავბრუნდები და მზად ვარ რომ თქვენი უფლებები დაცული იყოს. თუ ხვალ საღამომდე ყველას არ გექნებათ თქვენი საპენსიო ბარათები, გეფიცებით ორშულს აბსოლუტურად დავბრუნდები პოლიციასთან ერთად და ფეხს არ გავადგამ სანამდე ბოლომდე არ გავარკვევ. კიდე ერთ ჩანს გაძლევთ და გამოიყენეთ. ნუ გამაკეთებიებთ ისე რომ ბოლომდე გებრძოლოთ. ვერწმუნეთ ამადგულისთვის მიწაშიც ჩაყვეთ. ძალიან მძიმე განწყობით გამოვედით მოხუცებულთა ბაღიდან, რომელიც სულ არ არის ბაღი და მე ვიცი კიდევ რომ ძალიან ბევრმა თავი შეიკავა, მამაკაცები გამოდიოდნენ მხოლოდ მაშინ, როდესაც კამერები არ იყო ჩართული და ანუ ბევრს არ უნდოდა ღიად საუბარი, უბრალოდ ელემენტარულად ეშინოდათ მადონა, მაგრამ მათ იმედი მიეცათ, იმიტომ რომ შენ შეპირდი რომ დაბრუნდებოდი. ადამიანი მით უმეტეს საქართველოს მოქალაქეებს და ქართველებს რატო ცემს მთელი სოფლიო პატივს? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ხანდაზმული ადამიანების სიყვარული, მოვლა და პატივისცემა, რაც მე აქ ვერ დავინახებ. ჩვენმა მთლიანმა გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს არ იქნება მარტო ერთ ობიექტი შემოწმებული და ჩვენ აბსოლუტურად ყველგან, სადაც საჭირო ვიქნებით, ყველგან მივალთ და ყველგან ჩავალთ. ჩვენთვის არ არის სულ ერთი. მარტო ჩვენთვის კი არა, საზოგადოებისთვის, საქართველოსთვის არ არის სულ ერთი და ჩვენ გვიყვარს ხანდაზმული ადამიანები, ჩვენ მათ პატივს ვცემთ და ჩვენ ამას გამოვხატავთ იმით, რომ ჩვენ ვეცდებით მათი უფლებები დავიცვათ.